გამარჯობათ მეგობრებო ყველას. და თქვენ გეელოდებათ ეგეთი ვიდეო. დღეს მე TikTok-ის და YouTube-ის კომენტარებს უპასუხებ. ნახოთ როგორი გამოვა, მოგეწონება თუ არა და დაწერეთ კომენტარებში, ასევე გამომიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და წავედით. აი პირველი კითხვა ეგეთია, ტენისის ბურთი როგორ ჩავტენოთო დისკში და მოდი ნახოთ აბა. ანუ ძალიან ადვილია, პროსტა აი მაგასაც ვერ ხვდები, როგორ ვერ აკეთებთ. აი მაგაში ხა ვერ ჩატენით, ნახეთ. აი ეგეთი დიდები ხო არის? ცოტა ახლოს განახეთ, აი დიდები რა. აგე და ანუ რა უბრალოდ აი ეხა ერთი ხელით ვერ ვაკეთებ, მაგრამ დავაკეთებ, ადვილია ძალიან. და აჰა მეგობრებო, სო ეგ არის. რავი, ძალიან ადვილია რა. მოდი აბა მეორე შეკითხვაზე გადავიდეთ ეხა. აი ეს კითხვა. როგორ ამოვიღოთ ბურთიო? ანუ ძალიან ბევრი მიწეს რა მაგას. როგორ ამოვიღოთ ბურთიო? ჩავდე და ორი დღეა ვერ ამოვიღეო კაროჩე და მოდი აბა აი ანუ ვერ ხვდები როგორ ვერ იღეთ, აი ძალიან ადვილია რა. ეხა ერთი ხელით ვარ მე და ორი ხელით უფრო იზავთ ეხა. სო აჰა მეგობრებო, ეხა ეგ უკან ჩავდოთ. მე შემდეგი კითხვა იყო კიდე რომ ანუ რა ქვია? დისკებს ხო არ აფუჭებს მარამე და არა დისკებს არ აფუჭებს მეგობრებო. მოდი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ ეხა აგერი კითხვა აქ არის შემდეგი და აქ წერია რისთვისაა ეგ ბურთი და მე კიდე გეტყვით რისთვისაა. და სილამაზისთვისაა პროსტა. არ გადმოვარდება არაფერი ეგ. ველოში ტარებაში ხელს ხო არ შეგიშლისო და რავი მე ვაფშე არ მიშლის, საერთოდ არ მიშლის არაფერში ხელს. ჩაულებრად ატარებ არაფერია მეგობარო. როგორც ხედავთ, საერთოდ არაფერში არ მიშლის ხელს სიარულში ბორბალი. აი მეგობრებო, კიდე ერთი შეკითხვა შემოვიდა, სად იყიდეო საღებავიო რა. სად იყიდე არა, უბრალოდ რამდენად იყიდეო საღებავი რა. როცა ეგ ველო შევღებე მაგ დროს მომწერეს. დიდი ხანია, მაგრამ არა უშავს. იქ უპასუხე კიდეც, მაგრამ ხალხმა რო იცოდეს მაინც ხვალმაც. ეგენი იყიდება სამშენებლო მაღაზიაში რა. და რამდენიმე ვიცი 4 ლარიღის ცალი. ლაკის სპრეი სად იყიდეო და იყიდება მეგობარო ბევრგან ლილოში სამშენებლო მაღაზიებში თავისი სპეციალური საღებავების მაღაზიებიც არის. ხო და რო იცოდეთ რა მაინც ვერ საინტერესებდა და მაგიტო იმას ვქენი და ხო რა. გადავინაცვლოთ ახლა შემდეგ შეკითხვაზე. აგერ შემდეგი შეკითხვაც და აქ წერია რომ BMX ტორმუზები მართლა არ უნდაო, მართლა არ სჭირდებაო და როცა შენაკეთებ რამე პარკურ ტრიუკებს, მაგალითად სკეიტპარკში ან უბანში ან საერთოდ გარეთ. მაგ დროს ვერ გამოიყენებ ტორმუზს, იმიტომ რომ მაგალითად რუს 360 რო გააკეთებ რულით, ტორმუზი შეგიშლი და წაიქცევი და თუ უბრალოდ კატაობ და რამე, შეგიძლია დააყენო ტორმუზი ჩვეულებრივად. შეიძლება რომ დავამაგრო თუ არაო და კი ჩვეულებრივად დაყენდება აი ტორმუზების ადგილები აი ესენია. აი მეორე მხარესაც-აა და კი შეიძლება დაყენება. ახალ გრიფსებს სად ვიყიდიო და უბრალოდ დავკარგე ეგ კომენტარი და ვნახოთ აბა TikTok-ში. აი რა მე ვწვიდი, მაგრამ შეგიძლიათ მაღაზიებშიც არის რა. სხვადასხვა მაღაზიებია სპეციალური ველოსიპედების. რავი, ლილოშიც არის. ლილოში ველოსიპედების მაღაზიებში ხაც თითქმის ყველაფერი არის, მაგრამ მეორადები და ზოგი ჩინურიცაა რა. და ისე შეგიძლიათ რა დაიქცევთ. აი მაგალითად აი ეგეთ იყიდით. ეხა ისეთ მაღაზიებში, ქალაქებში ველოსიპედის მაღაზიებში გიგაბაიტი ველოსახლი და რაღაცეები 100-დან 15 ლარამდე დაიქცევთ რა. გამოწერეთ თუ გინდათ თემუზე არის ტაობაოზე და ასე შემდეგ რა. მანდ უფრო იაფებია, მაგრამ დალევდებაც გჭირდება. ამ ვიდეოზე თუ ავა რამდენი ავიდე? როცა ავიდე 100 ლაიქი თუ ავა, გრიფსებს დავმალავ სადმე ქალაქში ან ჩემობაში სადმე და გეტყვით სადაა და მაგრამ ადგილს და რამე არ გეტყვით ზუსტად რა სადაა თორე მიხვდები და განახეთ რაღაცა და დავმალავ რა. ანუ ისე გამოდის რომ გავაჩუქებთ თქვენ და აიოთ ისეც მოგინდებთ. და მოგესალმებით მეგობრებო. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, მატერია დავით 645 და დიდი თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ ასევე გიოს არხი. მადლობა ნახვამდის.